ბრუნდებით ეთერში მოგესალმებით კიდევ ერთხელ მცირე სარეკლამო პაუზა გქონდა და თაკო დღეს ისეთი გადაცემა სულ კარგ და სასიამოვნო სიახლეებზე ვსაუბრობ და გინდა ხო რა სულ ეგეთი მეც მინდა იმიტომ ხო ძალიან მაგარია დღეს ასია ხოლმე მაგრამ ბევრი კარგი ამბავი კი ბატონო ეგრეა ნამდვილად ახლა სასიამოვნო სიახლე მათთვის ვისაც უხმო კინო და ცოცხალი მუსიკა უყვარს პირადად ჩემთვის მუნჯი კინოს მუსიკალური გაფორმება ყოველთვის კინოსამყაროს ჯადოსნურ წარსულს აცოცხლებს მით უმეტეს მაშინ როცა საქმე ქართულ კინო მემკვიდრეობას ეხება ასე რომ 13-დან 27 ივლისის ჩათვლით ცოცხალი მუსიკის თანხლებით ძველი ქართული ფილმების ნახვა ზაზანოვას ღია კინოთეატრში შეგიძლიათ ჩვენი სტუმრები არიან მარინა სალუქვაძე GMG არტის დამფუძნებელი და მუსიკოსი სანდრო გეგეჭკორი და ახლა სწორედ მათგან გავიგებთ იმ პროექტის შესახებ რომელიც წინგვილის და ელის ამ მიმართულების ალბათ მოტრფიალი ადამიანებს 13-დან 27-ის ჩათვლით, ხო მარინა? რამდენი ხანია არ მინახე, მიხარია პირველ რიგში შენ ადამიანებს სახელებს დაგვარებს ყოველთვის კარგი პროექტების განხორციელება უკავშირდება ნამდვილად. და დაიწყოთ საუბარი პროექტით. დიდი მადლობა. ქართულ კინომემკვიდრეობას გადაწყვეტეთ რომ შეეხოთ. კი ბატონო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. თან ძალიან მიხარია რომ ჩემი დიდი ხნის მეგობარი ვნახე. ძალიან საინტერესო პროექტია და მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ეროვნულ კინოცენტრს. ვინაიდან მათ აქვს ძალიან ისეთი საჭირო და უნიკალური პროექტი. ეს არის ჩვენი კინომემკვიდრეობის დაცვა, რეაბილიტაცია, გაციფრულება, ასე ვთქვათ, და მთელი ეს მუნჯი პერიოდის კინო ჯერჯერობით რაც არის უკვე რესტავრირებული და საოცარი ხარისხით მოწოდებული, ძალიან დიდ მადლობას იმსახურებს, ძალიან დიდი ენერგია არის ამაში ჩადებული და ჩვენ გვიხარია რომ ზუსტად ჩვენ კომპანიას გვერდით დაუდგა ეროვნული კინოცენტრი, ჩათვალეს რომ საინტერესო იყო ეს ჩვენი პროექტი, ჩვენ რამოდენიმე მიმართულებით წავედით, პირველი უკვე შედგა, ეს იყო 12 ივლისს ვაკის პარკში, პირველი ქართული ფილმი ქრისტინე გავახმოვანეთ, პირველი ქართული ოპერით, რომელსაც ასევე ქრისტინე ქვია, რევაზ გოგნიაშვილის ნაწარმოებია პირველი ქართული ოპერა, შეასრულა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რჩეულმა მუსიკოსებმა, დირიჟორი იყო ლევან გოცირიძე, მე მგონი ძალიან საინტერესო პროექტი. კი ბატონო და ახლა უშუალოდ ტაპიორს რაც შეეხება. ჩვენ ავირჩიეთ 5 ეროვნული კინოცენტრის მიერ აღდგენილი ფილმი. საოცარი ხარისხი არის, აი საოცარი ხარისხი და მივმართეთ ავირჩიეთ ესეთი არაჩვეულებრივი ბრწყინვალე მუსიკოსები. ეს არის ყველასთვის ცნობილი რომა არცხილაძე და ჩვენი ვარსკვლავი სანდრო გეგეჭკორი და მე განსაკუთრებით მიხარია სანდროსთან თანამშრომლობა ეს პირველად შედგა ჩვენი ტანდემი ასე ვთქვათ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს გაგრძელდება, იმიტომ რომ უკვე ჩავიფიქრეთ ძალიან საინტერესო პროექტები, რასაც ჯერ არ გავახმოვანებთ. ესე იგი კინოსამყაროს წარსული ამჯერად უკვე თანამედროვე მუსიკოსებთან ერთად გაცოცხლდება, შეიძლება ითქვას და სანდრო ნამდვილად ის არტისტია, რომელიც ესე იგი ბავშვობის ადრეული წლებიდან გვანებიურებს მისი საერთაშორისო წარმატებებით კი და კლასიკური მუსიკის ამ სოფლიო არენაზე ნამდვილად უკვე მრავალი წელია შეიძლება ითქვას რომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა, მაგრამ სანდრო ძალიან საინტერესოა, აი შენთვის რა მნიშვნელობის არის ეს პროექტი, მით უმეტეს ამ შემთხვევაში ეხებით ქართულ კინომემკვიდრეობას და ალბათ აქ არის ხო მუშაობის თავისი სპეციფიკა, რაღაც თავისი სტანდარტი, რომელიც თქვენთვისაც შეიძლება თუნდაც ახალი გამოცდილება აღმოჩნდეს, ხო? მოდი გითხარი ამის შესახებ და აი თუნდაც რით იქნება თქვენს ძალიან მრავალფეროვან მუსიკალურ გამოცდილებაში ეს ეტაპი გამორჩეული? დიახ, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ აი რამდენიმე, ესე იგი ძალიან სერიოზული
მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს. პირველ რიგში ეს არის დაკავშირებული ქართულ კინემატოგრაფთან. და ჩვენ მოგეხსენებათ, როგორც უფრო შედარებით ახალ კინემატოგრაფში ფუფუნება გვაქვს, ასეთი ბრწყინვალე რეჟისორების, ისე მე ვფიქრობ, რომ კიდევ ორჯერ უფრო მეტი ფუფუნება გვაქვს იმ კინორეჟისორებში, რასაც ეს პროექტი მოიცავს. კოტე მარჯანიშვილის ეს ფილმები, ალბათ ჩვენი მოსახლეობის შეიძლება 80-85%-მა საერთოდ არც იცის და ნანახიზე ზედმეტია ლაპარაკი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკვე კარგი ხარისხით, აი გააციფრულა მარინა მაყნიშნა, გვექნება შესაძლებლობა, რომ უკვე კარგ ხარისხს ვადევნოთ, ასე ვთქვათ, თვალიყოთ. აი ამისთვის მინდა ზუსტად მადლობა გადაუხადო ქალბატონ მარინას და კინოცენტრს, იმიტომ რომ ეს მართლა აი წეგანაც ვამბობდით, რომ აი გოგი რატიანი, რომელსაც მე ერთ-ერთი ფილმი კოტე მარჯანიშვილის, რომელსაც მე გავახმოვანებ 17 ივლისს, ეს ისეთი ფილმია, რომ აი რო ავიღოთ ბერგმანი ან ფელინი ან 50-იანი წლების კინორეჟისორები 1950-იანი წლების არ ჩამოუვარდება კი არა, რომ რაღაცა სასწაულია, ჯერ მარტო კადრები, ხედვა, ეს ხო არის რაღაც 1930-იანი, 40-იანი წლები, ჯერ კიდე რაღაც ძალიან მაშინ როცა რთულია გადაღება იყო 20-იანი წლები მით უმეტეს. ამიტომ ეს არის ფუფუნება. მეორე ის რომ ძალიან საინტერესოა, ესეთი გამოცდილება არ მქონია აქამდე, როდესაც ესე ცოცხლად ახმოვანებ რაღაც მსგავს შედევრს და ამან ეგრევე მომნუსხა ამიდიამ, ასე რომ დაუფიქრებლად პირიქით დიდი სიამოვნებით დავთანხმდი თანამშრომლობაზე. და მესამე ის რომ ეს იქნება ასევე საგანმანათლებლო პროექტი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ დიდ სიამოვნებას ვიმეორებ, რომ დიდ სიამოვნებას მიიღებს მაყურებელი და მსმენელი, ეს იქნება საგანმანათლებლო იმ მხრივ, რომ მეც გაიგებენ ამ რეჟისორების შემოქმედებაზე, მეც გაიგებენ ქართულ კინემატოგრაფზე, ანუ მე-20 საუკუნის დასაწყისში და ზოგადად ქართულ ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ამ ფილმებში ნაჩვენებია ის ძველი თბილისი, ის ძველი საქართველო, თავისი ძველი არქიტექტურით და ყველაფრით. ძალიან კარგი და დრო ცოტა გვაქვს დარჩენილი მარინა და აუცილებლად მინდა კითხო პროექტი ზაფხულის ღამის ფესტივალი, ამ შემთხვევაში ფესტივალი, იმიტომ რომ ვიცი რომ მზიანი კახეთისკენ იღებთ გეს, ხო? კი ბატონო, კახეთის ხო ძალიან მოკლედ ვახსენებ რომ თქვათ გიულის და სურამის ციხის ჩვენება უკვე შედგა ზაზანოვას ღია კინოთეატრში, რომარცხილაძემ გაუკეთა აკომპანიმენტი ამ ფილმებს, სანდრო გაახმოვანებს კოტე მარჯანიშვილის გოგი რატიანს, ხვალ 17-ში, ასევე 24-ში ამოქს შესანიშნავ და ძალიან საინტერესო ფილმს, ასე რომ არ გამოტოვოთ გეპატიჟებით, ასევე 21-ში იქნება ნაჩვენები სამანიშვილის დედინაცოლი, ახლა რაც შეეხება ჩვენს უსაყვარლეს ფესტივალს. თქვენ მოგეხსენება და თქვენ ეთერში დიდი მადლობა რომ ვისაუბრეთ თავის დროზე ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს ხოლმე სამდღიანი ფესტივალი თბილისში, ზაფხულის ღამის ჯაზი. და უკვე მე-6 წელია სიღნაღის მერიის მოწვევით და დიდი მადლობა ბატონ მალხაზ ბეგიაშვილს ამ შესაძლებლობისთვის. ეს ჩვენი დღესასწაული, მუსიკალური დღესასწაული ჩაგვაქვს ხოლმე სიყვარულის ქალაქში, სიღნაღში და წელსაც 19 ივლისს იქნება წარმოდგენილი ერთი მეორეზე უკეთესი მუსიკოსები და მე მგონი რაღაც განსაკუთრებულ დღესასწაულს მოუწყობთ სიღნაღელებს, რაც ძალიან გვიხარია. მოკლედ, კინო მოყვარულებსაც და მუსიკის მოყვარულებსაც შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი დღესასწაული ელოდება. კარგია ასეთი პროექტები, ძალიან დასაფასებელია, წარმატებებს გისურვებთ და ვიცი რომ მომავალშიც ხშირად გაგვანებივრებთ ამ ყველაფერს. სანდრო, გამიხარდა რომ შევხვდით ერთმანეთს ბევრი წელია. მაриნა ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს. დიდი მადლობა.